მიმაჩნია, რომ პრინციპულობა და თანამდებობა არის უმნიშვნელოვანესი, თანაც არაძალადობრივი პროტესტი. ამ ქვეყანაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომელიც ნებისმიერ დემონსტრანტს და ნებისმიერ ქართველს, ვინც წინააღმდეგობას უწევს ქართულ ოცნებას თუ რუსულ ოცნებას, ეს ფუფუნება ჩვენ გვაქვს და ალბათ კარგი იქნება თუ ყველანი შევთანხმდებოდით, იცით რა ხშირად მესმის, იცით რა ქართული ოპოზიცია რას დაემსგავსა, ხალხში დობა არ არის, ანუ ერთის მხრივ მათ მიმართ დობა არ არის ხალხში, არ ვეთანხმები ამ დებულებას და ამ მოსაზრებას. თუ ჩვენ გულწრფელები ვართ, რომ მართლაც რუსებს და მოსკოვს ვებრძვით. თუ არ ვართ ამ გულწრფელები, შესაძლებელია კი ბატონო დაგეთანხმოთ. რუსებზე მეტი დობა არა გვაქვს. ადამიანები არიან, ვინც ამას საუბრობენ, ბიძინას ენდნენ წლების განმავლობაში და მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი და დღეს გვეუბნებიან, რომ არ გენდობათ ხალხი. რასაც ახალ საუბრობ, რომ მორჩება თქვენი გადაცემა რუსთაველის განძებზე. მეგობრებთან ერთად გავხდო ზუსტად იგივეს ვისაუბრე და მე ამას ვერ ვზნობ, რომ გვაქვს მეტი პასუხისგებლობა. გაცილებით მეტი ვიდრე სხვას. არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ვიცით რა, პოლიტიკაში ყოფნა არის პრივილეგია და არა პასუხისგებლობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, მე არ ვფიქრობ, ჩვენი მეგობრები არ ვფიქრობთ, რომ პრივილეგიაა და მეტიც მიგვაჩნია ნამდვილად პოლიტიკური პარტიული ზღვარი საერთოდ აუცილებლია, წაშლილია.